დავაც სურათი ამ მეტეხის ციხის, აი, როდესაც საფეხმავლო ტურებს ვატარებ ხოლმე, ძველი თბილისის მარცხენა სანაპიროს ტურებს, აი, ხშირად აღმომიჩენია, რომ თბილისის მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ იქ, სადაც დგას მეტეხის ტაძარი, სადაც გორგასლის ძეგლია, იქ დიდი ხნის მანძილზე იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ადგილი, საპატიმრო, თბილისის საგუბერნიო საპატიმრო, რომელიც სამ რეჟიმს ემსახურებოდა. ეს იყო მეფის რუსეთის დროს, იყო მენშევიკური მთავრობის და ბოლშევიკური მთავრობის დროს. ზოგადად, როგორი იცვლება მეტეხის ტაძრის ორიოდე სიტყვით, რო ვთქვა, ეკლესიის ისტორია, ანუ ეკლესია უკავშირდება ვახტანგ გორგასლის პერიოდს, იმ დროს არის აქ პირველი ეკლესია აშენებული, თუმცა დღეს რაც დგას ეს ტაძარი დემეტრე თავდადებულის მიერ არის აშენებული, ოღონდ ძველი ტაძრის ნანგრევებზე, იმ ნაშთებზე და სწორედ ამით აიხსნება ის უჩვეულო იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული თავისებურება, რომელიც ამ ტაძარს გააჩნია. ყველა ეპოქას მოგეხსენებათ თავისი სტილი აქვს. ანუ ბევრად ძველ სკავს, ასე ვთქვათ, ტაძარი გამოიყურება, მაგრამ რა თქმა უნდა, არ არის მე-13 საუკუნის არქიტექტურა, ცხადია. არაერთხელ მოხდა, თუნდაც აი თლილი ქვები, აი მთავარი პერანგი, რაც არის მეტეხის ეკლესიის, არის დემეტრე თავდადებულის დროინდელი. ეს ძალიან საინტერესოა. თუმცა მისი აღდგენა მოხდა არაერთხელ. მაგალითად, აი სამხრეთი კედელი, აი თუ გაჩვენებენ, არის ერთ-ერთი კედლის წარწერა. სამხრეთი კედელი არის ერეკლე მეფის დროს აშენებული, იმიტომ რომ მან ზარბაზნებით, აი ეს წარწერა არის ერეკლე მეფის დროინდელი, იმიტომ რომ 1858 წელს ერეკლემ აიღო ეს ციხე, დაუშინა ზარბაზნები, ასე ვთქვათ, მტრის ხელში იყო და აი ამ მოვლენის აღსანიშნავად აი ეს წარწერა არის გაკეთებული სამხრეთ კედელზე. ხოლო თვითონ ისტორია ამ ადგილის, აი მეტეხის პლატოს ისტორია იცვლება მაშინ, როდესაც ჩვენ ვკარგავთ სახელმწიფოს, ანუ 1801 წელს ალექსანდრე პირველის მანიფესტით გაუქმდა ქართლ-კახეთის სამეფო და გავხდით რუსეთის გუბერნია. ამას მოყვა 1811 წელს ავტოკეფალიის გაუქმება. და მაშინ კათოლიკოს პატრიარქი იყო ანტონ მეორე, ეს არის ერეკლე მეფის შვილია, თეიმურაზ ბაგრატიონი, აი ეს არის ანტონ მეორე და მისი ძალიან დიდი ძალისხმევით მოხდა შენარჩუნება. აი ამ 10 წლის განმავლობაში კბილებით შეინარჩუნა, შეიძლება ითქვას, თუმცა ბრძოლა ავტოკეფალიის წინააღმდეგ დაიწყო 1802 წლიდან, როდესაც აი მთავარსარდლად დაინიშნა პავლე ციციანოვი და ციციანოვმა პირველი რაც დაიწყო, ანუ ციციანოვი არის ის პიროვნება, რომელმაც გადაასახლა 70-ზე მეტი ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელი. ხო, მოძულე იყო, ასე ვთქვათ, მერეკლეს შთამომავლობა. მისი გადასახლებულია და ციციანოვმა დაიწყო ეკლესიების აღრიცხვა. მაგალითად, რამდენი ტაძარი იყო, რამდენი სასულიერო პირი ყავდა, რა შემოსავალი ჰქონდა ეკლესიას და ის აიძულებდა ამ ანტონ მეორეს მისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, რასაც ანტონი არ აკეთებდა და ამიტომ უჩივლა იმპერატორთან და შემდეგ ანტონ მეორე გახდა იძულებული და საბოლოო ჯამში მოხდა ისე, რომ ის გაიწვიეს პეტერბურგში და შემდეგ მას არ მისცეს უკან დაბრუნების საშუალება და აქ კიდე საქართველოში რა მოხდა? საქართველოს ეკლესია დაექვემდებარა იქცა საეგზარხოსოდ და პირველი ეგზარხოსი, აი მაინც აი საქართველოში ჩვენ ყოველთვის გვყავდა ესეთი ადამიანები, პირველ ეგზარხოსად დაინიშნა ვარლამ ერისთავი. ეს იყო დავით ქსნის ერისთავის შვილი, რომელიც იყო მოძულე ერეკლეს შთამომავლების, ანუ ძალიან ისეთი უარყოფითი ადამიანი დაინიშნა ამ თანამდებობაზე და პირდაპირ ის აგრეთვე იყო რუსეთის სინოდის ეკლესიის წევრი, აი ამ პიროვნებაზეა საუბარი და პირდაპირ, ანუ ცარიზმის იდეების გამტარებელი იყო ჩვენს ქვეყანაში. აი რას აკეთებდა მაგალითად ეს ადამიანი? 1801 წლის ამ მანიფესტს მოყვა აჯანყებები, აი გვახსოვს კახეთის აჯანყება 1802 წელს, მთიულების აჯანყება. ეს ვარლამ ერისთავი ჩადიოდა მაგალითად აი ამ აჯანყებულ კახელებთან და მათ აიძულებდა, არწმუნებდა, რომ შეესრულებინათ ის ვალდებულება, რაც ჰქონდათ რუსეთის სახელმწიფოს წინაშე. ასევე აი ყველაზე მძიმე რაც არის, მაგალითად კავკასიის სამხედრო ხელმძღვანელობას აწვდიდა ინფორმაციას ამ აჯანყებულ ასმენა, დასმენა ხდებოდა პირდაპირ ამ აჯანყებული კახელების შესახებ, ამ უკმაყოფილო მთიელების შესახებ აწვდიდა ამ ხელმძღვანელობას ინფორმაციას და საბოლოო ჯამში, ნუ რო ვთქვათ, ეს იყო ერთადერთი ქართველი ეგზარხოსი, შემდეგ რუსეთის მთავრობა არ ენდობოდა ქართველებს
და დანარჩენი მთელი 100 წლის მანძილზე 1917 წლამდე ჩვენ საეგზარხოსო ვიყავით და მაშინ მთლიანად ყავდა 18 ეგზარხოსი ყველა რუსი და მათი აი პირდაპირი დავალება, ასე ვთქვათ, ეს იყო ასიმილაცია, ანუ ცარიზმის ქადაგება და მთლიანად აი რუსიფიკაცია ქართველი ერის და სამწუხარო რეალობა ის არის, რომ აი ავანგარდში აი ამ იდეების იდგა სასულიერო სემინარიები. ანუ სემინარიებზე ხშირად ამბობდნენ, რომ აი სამჭედლო ათეისტების, ანუ ათეისტების სამჭედლოს ეძახიან და პირდაპირ იყო აი გამტარებელი აი ამ ცარიზმის. და შემდეგ აი ამ პერიოდში გადაწყდა უკვე ამ მოვლენების პარალელურად აი ამ მეტეხის პლატოს ტერიტორიაზე, რომელიც იყო მიუვალი საკმაოდ, იმიტომ რომ მტკვრის დონე ახლა აწეულია, თორე ბევრად დაბლა იყო და ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნა შერჩეული და დაიწყეს აი ამ აშენება საპატიმროსი, საგუბერნიო საპატიმროსი, ეს არის დაახლოებით 1819 წელი. მაშინ მთავარმართებელი იყო ერმოლოვი, თავისი სიმკაცრით, სისასტიკით გამორჩეული ადამიანი და მოკლედ ტაძარს შემოაშენეს გარშემოდ? დიახ. მანამდე იქ იყო მეტეხის ციხე, აი ისნის ციხე წოდებული, რომელიც აღა-მაჰმად ხანის დროს პრაქტიკულად დაინგრა. საბოლოოდ აიღეს მთლიანად ეს ციხე, როგორც ნარიყალა ციხეა დაახლოებით ამდაგვარი. მთლიანად მოხდა ამის აგება და რაღაც ყაზარმული ტიპის შენობების აშენება მოხდა. და ეგრევე აივსო პატიმრებით და ეხლა ვინ იყო პირველი პატიმარი? აი ერთ-ერთი პირველი პატიმარი, ეხლა კი ვხედავთ არსენა ოძელაშვილი. ესეც ეროვნული გმირი, ეხლა ჯავახიშვილმა კი გააცოცხლა არსენა მარაბდელი, სხვათა შორის არსენა მოახერხა ამ საპატიმროდან თავის დაღწევა და არაერთი პატიმარი ყოლია ამ ციხეს, ანუ საოცრება იყო ამ ციხის ისტორია სასწაულია. მაგალითად, ერთ ესეთ პატიმარს გავიხსენებდი ლადოკე ცხოველს, რომელიც იყო სწორედ აი ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩართული და ის 27 წლის ასაკში მოკლეს აი ამ ციხეში. ამ სიკვდილის დასჯაც ხდებოდა თავისთავად ცხადია ამ საპატიმროში და ეს მონუმენტი სხვათა შორის იდგა ალექსანდრეს ბაღში, ეს არის დღევანდელი 9 აპრილის ბაღი და ზუსტად აქ დღეს დგას ლადო გუდიაშვილის ძეგლი. ეს არის აი გუდიაშვილის ქუჩის, აი ბიბლიოთეკების ქუჩის დასაწყისში და სხვათა შორის ეს ძეგლი მონუმენტი იყო დაკარგული და მე ხშირად მიწევს მისვლაავლაბრის არალეგალურ სტამბაში, მან სტუმრების მიყვანა და აღმოჩნდა რომ ეს ბიუსტი ლადოკე ცხოველის არის ამ სტამბის ტერიტორიაზე. რამაც აი ძალიან გამახარა ამ ბიუსტის ნახვა. ნუ მთავარი ამბავი აი რისი თქმაც დღეს მინდა, ეს არის მთავარი პატიმარი. მეტეხის საპატიმროსი ეს იყო საქართველოს მესამე კათოლიკოს პატრიარქი ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ. ეს იყო ამბროსი ხელაია. ეხლა რაც შეეხება თვითონ ავტოკეფალიის თემას 1917 წელს, როდესაც მოხდა თებერვლის რევოლუცია და გადადგა ნიკოლოზ მეორე, საქართველოში რა თქმა უნდა მოყვა გამოხმაურება და აღმოჩნდა რომ სასულიერო საზოგადოება იყო მზად ავტოკეფალიის გამოსაცხადებლად, რასაც ვერ ვიტყვით საერო საზოგადოებაზე. იმიტომ რომ საერო საზოგადოება ფიქრობდა, რომ საქართველო დამოუკიდებელ რუსეთში კარგია ავტონომიის სახით და არა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამის იდეები ჯერჯერობით არ იყო მომწიფებული ქვეყანაში, მაგრამ აღმოჩნდა მზად სასულიერო საზოგადოება და ძალიან მალევე ამ თებერვლის რევოლუციიდან გამოაცხადეს ავტოკეფალია. მაშინ იყო ლეონიდე ოქროპირიძე, რომელმაც დიდი ხანი ბრძოლის მერე გამოცხადა ეს ავტოკეფალია, დაინიშნა დროებითი საბჭო, მმართველობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ეს ლეონიდე და დაინიშნა პირველი საეკლესიო კრება. თბილისში ჩატარდა პირველი საეკლესიო კრება, ჩვენ გვაქვს. აი ეს არის პირველი საეკლესიო კრების სურათი და ამ საეკლესიო კრებაში მონაწილეობას იღებდა ერთი კანდიდატი, ეს იყო ლეონიდე, რომელმაც გამოაცხადა საეკლესიო ავტოკეფალია, მეორე ეს იყო კირიონი, რომელიც არ იმყოფებოდა საქართველოში, როდესაც ავტოკეფალია გამოცხადდა, ის გადასახლებული იყო. და არ იღებდა მონაწილეობას ამბროსი ხელაია, ხო თუ სწორად? და მესამე კანდიდატი იყო ამბროსი ხელაია, რომელმაც მოხსნა კანდიდატურა. ანუ პრაქტიკულად ორი ადამიანი იღებდა მონაწილეობას ამ არჩევნებში. რაოდენობას აი თქვენ ხედავთ, რომ აქ ძალიან ბევრია, მაგრამ გაცილებით ბევრი იყო, საერთო ჯამში 400
248 ადამიანი მონაწილეობდა პირველ საეკლესიო კრებაში, იმიტომ რომ სინოდი მხოლოდ სასულიერო პირებისგან არ შედგებოდა და აქ მოხდა ასეთი ამბავი, რომ ლეონიდემ მიიღო 230 თეთრი კენჭი, მაშინ ჩვენ ადრე კი გქონია საუბარი, რომ კენჭებით ხდებოდა არჩევა, ხოლო 12 კენჭით მეტი თეთრი კენჭი მიიღო კირიონ მეორემ. ანუ პრაქტიკულად 12 ხმის უპირატესობით გაიმარჯვა კირიონ მეორემ და სხვათა შორის დეკანოზი არის ესეთი ნიკიტა თალაკვაძე, რომელიც აღწერილი აქვს ეს საეკლესიო კრება და იქ წერს როგორ კანკალებდა ლეონიდე, იმიტომ რომ მისთვის არ იყო ადვილი, ანუ ყველა ფიქრობდა, რომ თითქოს ლეონიდე უნდა ყოფილიყო პირველი პატრიარქი და ამ დროს იწყება მთელი რიგი დაპირისპირება და საბოლოო ჯამში ერთ წელიწადში 1918 წლის 27 ივნის პირველი კათალიკოსი კირიონი მოკლეს მეტეხის არა მარტყოფის მონასტერში და ყველაზე დიდი უბედურება იყო ის რომ თვითმკვლელობა დააბრალეს მას და საერთოდ მისი წამოსვენება არ უნდათ მარტყოფის დაცვიდან. ხოლო სახელი შებრალდა რუსული რეჟიმის ნიშა არის. ნიშა არის, ნამდვილად ასეა და შემდეგ ავტომატურად გახდა ლეონიდე, საეკლესიო კრებაც არ ჩატარებულა, იმიტომ რომ მოსაყდრედ დასახელდა მაშინ პირველი. თუმცა მასაც არ მოუწია ბევრი არ მოუწია სესილი ნამდვილად, იმიტომ რომ 1921 წლისთვის ის ქოლერით დაავადდა და გარდაიცვალა და აი ამ ყველაზე მძიმე პერიოდში ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ მძიმე პერიოდში კათალიკოს პატრიარქი ხდება ამბროსი ხელაია 1920 რომელსაც თქვათ აი ამ რუსული ასე ვთქვათ ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უკვე ქონდა ხო გამოცდილება დიახ რა თქმა უნდა ჯერ ინჩხურში დაბადებული კაცია მარტვილის მუნიციპალიტეტში და ის აფხაზეთში მსახურობდა ოჩამჩირი და სოხუმში იქეთ მსახურობდა და იყო დაუღალავი მებრძოლი ამ რუსული ცარიზმის წინააღმდეგ და როდესაც აი დაიწყო ეს მოძრაობა საქართველოში ჯერ მანამდე რა იყო 1908 წელს თბილისში მოხდა მკვლელობა მოკლეს ეგზარხოსი ნიკონი და მკვლელობა დაბრალდათ ავტოკეფალისტებს ეძახდნენ კირიონს და ამბროსის ამ ადამიანის მკვლელობა მოხდა მათი გადასახლება თუმცა ვერ დაუნტკიცდა ანუ ამბროსი მართალია გაამართლეს მაგალითად 1910 წლისთვის მაგრამ მას არ მისცეს საქართველოში დაბრუნების უფლება და მხოლოდ 1917 წლის აი თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა ის საქართველოში და როდესაც აი ნახა რა ვითარება არის ბოლშევიკური რეჟიმის დროს და აი გვახსოვს ყველას რომ ბოლშევიკური მთავრობა უტიფრად ატყუებდა მოსახლეობას რომ თითქოს აი მხოლოდ მთავრობა შეიცვალა და ქვეყნის კურსი დამოუკიდებლობის უცვლელია ეს იყო წმინდა წლის ტყუილი ანუ აბსოლუტურად სხვა რეალობას ხედავდა ამბროსი და ის გახდა იძულებული გაეგზავნა სპეციალური მემორანდუმი გენუის კონფერენციისთვის სადაც ის წერდა რომ რას წარმოადგენს მაგალითად საქართველო როგორ მოიპოვა მან დამოუკიდებლობა და როგორ წაართვა ის ისევ რუსეთმა და სთხოვდა ასე ვთქვათ ცივილიზებულ სამყაროს არ დაეტოვებინა საქართველო ამ ბოლშევიკურ რუსეთთან და დიდი ფასის გადახდაც მოუწია ამის სამნაბიჯის თავისთავად ცხადია საინტერესოა ის სულ სვამდით ხოლმე ამ კითხვას რომ როგორ მოხდა ამ მემორანდუმის გაგზავნა ხო აი ეს საინტერესოა ხო ანუ ვინ გაიტანა მაშინ პოსტა არ იყო არაფერი სხვა საშუალებები და ცნობილია რომ იყო ერთ-ერთი სასულიერო პირი იასონ კაპანაძე ეს იყო ბოსლევიდან ზესტაფონელი კაცი იყო და აი ეს კაცი ამ ადამიანმა გაიტანა საიდუმლოდ ეს მემორანდუმი და გადასცა გენუის კონფერენციას აი სულ რაღაცა ჩვენი მძიმე ისტორიის განმავლობაში გამოჩნდებიან ხოლმე ასეთი ადამიანები რომელზეც გავართ ნამდვილად ასეა და საქართველოს წარმომადგენლობას რაც შეეხება ანუ კავკასიის სახელით იყო წარმომადგენლობა ბუდუმდივანის ხელმძღვანელობით და როდესაც ბუდუმდივანი ჩამოვიდა გამწარებული საქართველოში იმიტომ რომ აქ ყვებოდა რა სულ მდგომარეობაში ჩავარდნენ ისინი კონფერენციაზე როცა იქ მოხდა მემორანდუმის საკითხვა და მან აი მოსთხოვა მთავრობას დაეპატიმრებინათ ამბროსი ხელაია და მანამდე იყო დაკითხვები მთელი რიგი ამბავი მაგრამ 1923 წელს იანვარში ამბროსი ხელაია და მთელი საკათალიკოსო საბჭო დააპატიმრეს და ასე დროს ანუ ყველაზე აი ამაზრზენი ზუსტად აი დღევანდელ მოვლენებთან შეიძლება პარალელის გავლება დაიწყო უბინძურესი კამპანია პრესაში ამ
კათალიკოსის წინააღმდეგ, საკათალიკოსო საბჭოს წინააღმდეგ საშინელებები იწერებოდა პრაქტიკულად. სასამართლო ტარდებოდა დღეს, რომ კინო საქართველოა, იქ იყო ნაძალადევის მუშათა თეატრი, ამ ტერიტორიაზე ატარებდნენ მთელი 2 კვირის მანძილზე სასამართლოს და მოყავდათ სპეციალურად ადამიანები იმისათვის, რომ კვერცხი ესროლა, მაგალითად, კათალიკოსისთვის ელანძღათ, ეფურთხებინათ ესენი, აი ამისთვის სპეციალურად მოყავდათ ადამიანები. ანუ ტიტუშკების გამოცდილება უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს სამწუხაროდ ჩვენთვის. აი ეს კამპანია ამბროსი ხელაიას წინააღმდეგ რაღაც შემდეგ წლებშიც გამოყვა, ასე ვთქვათ და ამ ადამიანის რეაბილიტაცია ცოტა დაგვიანებულადაც კი მოხდა, ხო? ნამდვილად გეთანხმებით 1990-იან წლებშიც კი რამე მასალა რომ მოგვეპოვებინა თქვა ამბროს ხელაიას შესახებ, ანაფორიანი ავაზაკი და ხალხის მტერი და საბჭოთა საქართველოს მტრად იყო მოხსენებული. უფრო მეტიც აი სასულიერო პირები, მედროვე სასულიერო პირები, რომლებიც აი ხელისუფლებასთან იყვნენ გარიგებულები, აი საპატიმროში დაადგნენ მას და მოსთხოვეს უარი ეთქვა პატრიარქის თანამდებობაზე და ამბროსი თქვა, რომ არ დათანხმდა, გადამაყენოს საკათალიკო საბჭომ და როგორ გადააყენებდა მასთან ერთად იჯდა ციხეში. და საბოლოო ჯამში, როცა მისი გათავისუფლება მოხდა, აი საერთაშორისო ზეწოლით და 2 წელზე მეტი ის იჯდა საპატიმროში. აი საერთაშორისო ზეწოლაში რა იგულისხმება? თქვა აქ ჩართული იყო? კი, მაგათაც აი ანგლიკანური ეკლესიის ზეწოლა, აი რომის პაპი და სხვა და ისედაც საბჭოთა კავშირში აი საერთაშორისო არენაზე ვითარება შეიცვალა და მას აი სჭირდებოდა რაღაცა დათმობებზე წასვლა. სხვათა შორის მისი რატო უნდათ რომ უარი ეთქვა პატრიარქობაზე? საერო პირის გასამართლება ბევრად უფრო მარტივი იყო და მისი დახრეტაც რეპუტაციულად. და როგორც კი გამოვიდა საპატიმროდან, სწორედ აი ამ სასულიერო პირებმა, ხელისუფლებასთან გარიგებულმა პირებმა მისგან დამოუკიდებლად ჩაატარეს საკრება, საეკლესიო კრება და აირჩიეს დროებითი მმართველობა, ჩუმად გაატარეს იუსტიციაში როგორ გაატარებდნენ, რომ არა სახელმწიფოს მხარდაჭერა, ხო? და აი ამ დოკუმენტით დაადგნენ ამბროსი ხელაიას და უთხრეს, რომ ის არის გადაყენებული და ის დიდხანს არ უცოცხლია ამ ამბის მერე. ფეხი წაერთო, ესეთი შოკი იყო ეს. საბოლოო ჯამში გარდაიცვალა. სხვათა შორის უნდა გავაქარწყლოთ ერთი ამბავი, რომელსაც მიაწერენ ამბროსი ხელაიას. თითქოს მან თქვა, რომ ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული საქართველოს და სხეულს რაც გინდათ ის უყავით, ეს ნამდვილად არ არის. ამბროსი ხელაიას ნათქვამი, ეს არის ფოლკლორი, რომელსაც სიყვარულით მიაწერენ მას, ეს დიდი ხნით ადრე ევროპელი რევოლუციონერების მიერ არის ნათქვამი, მაგრამ მას იმდენი ღვაწლი აქვს ამ ქვეყნის წინაშე, რომ ამ ფრაზის გარეშეც და ერთი რამ რაც მან თქვა არის ის, რომ ჩემი სიკვდილი გარდაცვალების შემდგომ სიტყვით არ გამოვიდეს არავინო. იმიტომ რომ გარდაცვლილ ადამიანზე ხა თუ ვინმე კარგს იტყო და მთავრობა მათ აუცილებად დააპატიმრებდა და ამიტომ იზრუნა დარჩენილებს. უშუალოდ მეტეხის ციხეში მან დაჰყო 2 წელზე მეტი. 2 წელზე მეტი. აი თვითონ მეტეხის ციხეში ამბროსი ხელაიას ყოფნის პერიოდის რაიმე ცნობები არის? არსებობს ჩანაწერები, მაგრამ დიდი რაოდენობით არა. მაგრამ მაინც აი ნიკიტა თალაკვაძეს და სერგოვარდო სალიძის წიგნებში არის საოცარი ისტორია ზოგადად ამ ამების შესახებ. ერთ-ერთი სანდოწყაროა ჩემი აზრით. ზოგადად თვითონ ამ მეტეხის საპატიმროს რაც შეეხება უკვე ბერიას პერიოდიდან საპატიმროს გაუქმება გადაწყდა. და ერთი პერიოდი, აი სურათზეც ჩანს, რომ აქ იყო თეატრი. ეს თეატრი 1974 წელს სანდრო მრევლიშვილმა გააკეთა, ეს იყო მეტეხის თეატრი, აი მეტეხის ჭრილში ესე ერქვა ამ თეატრს და ერთი ძალიან საინტერესო ამბავი მომიყვა ჩემმა მეგობარმა ლაშა გასვიანმა, როდესაც ალან რიკმანი, ეს ძალიან ცნობილი მსახიობია, განსაკუთრებით ვიცნობთ ჰარი პოტერიდან და სხვა ფილმებიდანაც, ის სამჯერ იყო საქართველოში ჩამოსული და ერთ-ერთი სტუმრობის დროს 2007 წელს მის მასპინძელს, აი გიგა აგლაძეს მოუყვა თურმე ესეთი ამბავი, რომ პირველი ჩამოსვლის დროს 1979 წელს მან ითამაშა აი იმ თეატრში, მეტეხში გახსნილ თეატრში ძმები კარამაზოვები. ესეთი რაღაცას ძალიან საოცარი და შთამბეჭდავი ისტორია. მისი მასპინძელი გიგა აგლაძე კი და აი მისი ინტერვიუც მომასვენინა
ლაშამ. ეხლა ბოლოს მინდა ძალიან პატარა ფრაგმენტი გაჩვენოთ. ეს არის თენგიზ აბულაძის ფილმიდან სხვისი შვილები. ფილმი არის 1958 წელს გადაღებული და ამ ფილმში ჯერ კიდევ ჩანს აი ამ მეტეხის ციხის შენობა 1958 წელს, ანუ ეტაპობრივად მოხდა მისი აღება და საერთოდ ზოგადად აი ძველი ფილმები ინახავს თბილისის მაშინ ნახოთ ეს ეპიზოდი და ნახოთ ეს ეპიზოდი. ნახეთ ეს ის ამ ვიდეო კადრებში სრულად არის ციხის ტერიტორია რაც იყო ორივე ფასადი დგას ხო? ძალიან საინტერესო. დარეჯანის სასახლეც დგას, საოცარი ფილმია, მთელი მარცხენა სანაპირო ჩანს ამ ფილმში. ამ კუთხითაც არის ღირებულება, მისი ასე ვთქვათ. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა, ელზა, ძალიან საინტერესო იყო როგორც ყოველთვის შენი რუბრიკა და ერთი კვირით დაგემშვიდობებით. ჩვენ ახლა რეკლამა ვნახოთ, სულ რამოდენიმე წუთი შევისვენებთ და შემდეგ ისევ დაგიბრუნდებით დროებით.